მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და დღეს ჩემი სტუმარია ქეთი ჩქარეული, დამოკიდებულების სპეციალისტი, სწორად ვამბობ? ფსიქოლოგი. თან ფსიქოლოგი, განათლებით ფსიქოლოგი. ძალიან სასიამოვნო, დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად და დღეს ვისაუბრებთ თანადამოკიდებულებაზე. თანადამოკიდებულება საზოგადოებისთვის არის რაღაცნაირად ახლებური ტერმინი. შეიძლება ვერც აღიქვამენ ტერმინია და ხშირად გონიათ რაღაც ნაწარმოების სიტყვა, რაღაცა მოგონილი, რომ რა თანადამოკიდებულება, იმიტომ რომ მიჯაჭვულობა, ნარკოდამოკიდებულება ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე გასაგებია. და თანადამოკიდებულება შეიძლება კიდე სხვანაირად უფრო რომ გაიგოს მაყურებელმა ვთარგმნოთ როგორც აი ემოციებზე დამოკიდებულ ადამიანებზე ლაპარაკი, რაღაც ნეგატიურ ემოციებზე თუ არა, ესეც არასწორი ინტერპრეტაცია. აი მოდი ვთქვათ, ვინ არიან თანადამოკიდებული ადამიანები? თანადამოკიდებული ადამიანები არიან დამოკიდებულ ადამიანთან ურთიერთობაში მყოფი, არაჯანსაღ მიჯაჭვულობაში მყოფი ადამიანები. იდენტიფიცირება როგორ შეიძლება რომ მოვახდინოთ, შეგვიძლია ესე ვთქვათ, რომ ადამიანი, რომელიც 6 თვეზე მეტხანს არის დამოკიდებულ ადამიანთან ურთიერთობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ თანადამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს მეუღლე, დედა, მამა, ძმა და ანუ ნიშნულობა მეგობარი, თავარი არის ანუ ეს მიჯაჭვულობა და ხანგრძლივობა ურთიერთობის. ანუ 6 თვე არის ესეთი კრიტერიუმი. 6 თვიდან, ხო, ანუ 6 თვე თუ ჩერდები, 6 თვის მერე უკვე აქ საინტერესო კითხვა შემოდის, რომ თუ ოჯახის წევრზეა ლაპარაკი სიტყვაზე დედაზე, მამაზე, ეს ძალაუნებრივად ჩერდები 6 თვეც და მეტიც. აი აქ როგორ არის კრიტერიუმი? იმ ოჯახში, სადაც ფიქსირდება ზოგადად დამოკიდებულება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს. ხო, იმ ოჯახში გარემო არის და ითვლება, რომ არის დისფუნქციური და დახმარება საჭიროებს, ასე ვთქვათ. ყველა ოჯახის წევრი. ასე რომ, ხო, ეს 6 თვე როგორ არის იცი, რომ თანადამოკიდებულება და დამოკიდებულება ესე რომ ავიღოთ ემოციურ დონეზე, ძალიან გავს ერთმანეთს, ძალიან მსგავსი არის. გამოვლინება არის სხვადასხვა. ამიტომ ესე ის ჯანსაღი მიდგომები, რაც დამოკიდებულებას სჭირდება, ეს შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან იყოს განხორციელებული, მაშინ, როდესაც უკვე ხელისშემშლელი ხდება დამოკიდებულება ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის. შესაბამისად, არ ვჩერდები ამ ურთიერთობაში და დამოკიდებულ ადამიანს ვაძლევ იმის საშუალებას, და არ მონაწილეობ პირდაპირ თუ ირიბად მის ამ თვითგანადგურების სქემაში რა ამ ნაწილი არო. ეხლა აუცილებლად სანამ კიდე სიღრმეში ჩავთ, მაინტერესებს რა, სიტყვაზე არ ვარ ურთიერთობაში დამოკიდებულ ადამიანთან, არც ოჯახის წევრი მყავს, მაგრამ შეიძლება რომ მაინც მქონდეს, აი რა ვახსენე თავში რაღაც ნეგატიურ ემოციებზე დამოკიდებულება, აი რას გულისხმობ? თვითგვემისკენ მიდრეკილება, წყენის, აი გულში ჩადება წლებით რო ატარებ წყენას, დანაშაულის განცდა, ესეც ხო არის დამოკიდებულება. აი ამ კატეგორიას თუ ამ კატეგორიას რამე ქვია? კი. მანდაც შეგვიძლია ბევრი გაშლა შეიძლება, როგორ შეიძლება, რომ ხა ეს რაც მითხარი ემოციური თვალსაზრისით, რომ რა ხრივ და როგორ შეიძლება რომ გამოვლინდეს და ამას არ აქვს მარტო დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება, ხო? ანუ ფსიქოლოგიაში და ფსიქიატრიაში ძალიან ბევრი რაღაცები არის, დიაგნოზები, სადაც შეიძლება რომ აი ამ რაღაცა მდგომარეობიდან მივიდე რაღაც დიაგნოზამდე პირობითად. ან დღეს უკვე იმაზეც ძალიან თამამად საუბრობთ, რომ ეს რაღაცა გამოუხატავი ემოციები არა მარტო ვთქვათ დიაგნოზამდე შეიძლება მიმიყვანოს, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც შეეხოს, ხო? ამიტომ ხო, ბევრი რაღაც შეიძლება რომ მასე წავიდეს, მაგრამ თანადამოკიდებულებაზე ვერ ვიტყვით თავიდანვე ვერ ვიტყვით იმას, რომ აი ემოციებზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ ბევრი სხვა განმარტებით შეგვიძლია რომ ეს ავხსნათ და შესაბამისად ბევრად უფრო გასაგები იქნება ადამიანისთვის და იგივე ვთქვათ მაყურებლისთვის, რას ნიშნავს თანადამოკიდებულება. რომ ის დესტრუქციული ქცევა რა დესტრუქციული ქცევას ახასიათებს დამოკიდებულებას, ამაში მონაწილეობის მიღება კიდევ მე ირიბათან პირდაპირ, ეს არის ამ შემთხვევაში პრობლემა. რომ მე გამოსავალს ვეღარ პოულობ ამ სიტუაციაში და ვხდები რაღაცა ისეთი ერთი მექანიზმი ვხდებით დამოკიდებული და თანადამოკიდებული თითქოს რა ჩვენი მოქმედება
ეს არის რა ქვია მექანიზმივით მოქმედებთ. და აქ არის თქვა აი ამით ბევრად უფრო მარტივად ანუ ვფიქრობ. თან დამოკიდებული არის რაღაც გაგებით enabler, რასაც ქვია ინგლისურად, რომ ესე იგი ფაქტობრივად ხელს უწყობს დამოკიდებული ადამიანის დესტრუქციულ ქცევას. enabler-ი არის. ხო, ეს ოღონდ ძალიან არაპოპულარული და ძალიან ისეთი ეს არის რა ქვია განმარტება, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ძალიან ღრმად რო ჩავდივართ, სადღაც მანდაც მივდივართ რაღაც შეიძლება ასაზრდოს თავის. ხო, ის დამოკიდებულება დაავადება რა, ემოციურად ასაზრდოს, ან ირიბად ასაზრდოს, ან იმით ასაზრდოს, რომ თუნდაც პასუხისგებლობები არ მისცეს დამოკიდებულ ადამიანს და ასე შემდეგ. კაი, აი ვინ არის ყველაზე მეტად მოწყვლადი თანადამოკიდებულებისთვის? ანუ რა წინასწარი განწყობები, რა წინასწარი განპირობებულობა უნდა ჰქონდეს ან აქვს ხოლმე ადამიანებს, რომელიც ხდებიან თანადამოკიდებული თუ ყველა შეიძლება გახდეს თანადამოკიდებული? წინასწარი განწყობა და ზოგადად ითვლება, რომ თანადამოკიდებულება ყალიბდება ბავშვობაში და ის დისფუნქციური, დესტრუქციული გარემო, რა გარემოშიც ვართ, ძალიან ესე მარტივად ალბათ რთულია რომ მარტივად ვთქვათ, მაგრამ უფრო გასაგები რომ იყოს, ეს არის ემოციების დახშობა. რომ ჩემთვის ვთქვათ პირობითად ვიზრდები ისეთ გარემოში, სადაც არ მაქვს ის უსაფრთხო გარემო, სადაც შემიძლია რომ ჩემი ემოციები გამოვხატო. მოწყვლადები ახლა სტატისტიკა გვაჩვენებს იმას, რომ უფრო მეტად მოწყვლადები არიან დედრობითის სქესის ადამიანები და ნუ არიან რა თქმა უნდა მამრობითის სქესის ადამიანებიც, მაგრამ სტატისტიკურად უფრო მეტი არის. რატომ? ეხლა შენ რაც ახსენ რომ დედრობითი ახლა ჩემთვის ეს ქალების უფლებები ყველა მიცის რომ მნიშვნელოვანი საკითხი და უფლებებზეც არ არის. აი ეს გენდერული საკითხების სიტყვაზე ქალის ფსიქოლოგია, კაცის როგორ განსხვავდება, ასე შემდეგ. რატომ ქალი როგორ ფიქრობ? ანუ სისტემა პირველი ესე რომ გამოყვა, მაგაში მოსაზრებაში პირველი არის ის რომ სპეციალისტთან და პრობლემაზე საუბრობს ქალი უფრო მეც. და ნებისმიერ ანუ სტატისტიკები რომ ავიღოთ, ერთ-ერთი თქვა კითხვის ნიშანი საჩვენებელია. დავსვათ არის ეს, რომ ქალები თქვა იგივე ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც ბევრად უფრო მეტი ქალი მიდის ექიმთან, ვიდრე მამაკაცი. და იცვლება სტატისტიკა ამით. ერთი ეგ არის. მეორე რაც ახლა ის რო გვერდით გადავდოთ, მეორე არის ის, რომ იმ გარემოში და იმ სოციუმში, სადაც ჩვენ ვართ, ხო, ალბათ ამასაც შევეხებით იმ სოციო-კულტურულ ნაწილს თანადამოკიდებულის ჩვენ სოციუმში ქალების საზოგადოების დაკვეთა არის ის, რომ ქალი იყოს თანადამოკიდებული. ესე იზრდება. ბავშვობიდან ამას უყურებს დედრობითის სქესის ადამიანი, რომ მისი ემოციები, მისი მოთხოვნილებები, მისი მე არის მეორე ხარისხოვანი, მაშინ, როდესაც რაღაც ოჯახის წევრები წინა პლანზე უნდა იყვნენ. კეთილი, ნახე, ეხლა მე გძნობ, რომ არის საჭიროება, რომ თანადამოკიდებული უფრო გავშიფროთ, რატო? იმიტომ რომ შენ როცა საუბრობ, სულ ამ სფეროში ხარ, შენი პროფესია და კარგად იცი რაზე საუბრობ და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ვერ ხვდება, რას ნიშნავს, რომ თანადამოკიდებული. ანუ მისი სიტყვაზე მეუღლე არის დამოკიდებული, ხო? რას ნიშნავს თანადამოკიდებული? გავიგეთ, რომ ის ავტომატურად 6 თვის მერე ხდება თანადამოკიდებული. ხდებაც არ არის სწორი ფორმა. დიაგნოსტირება შეგვიძლია მაგით გავაკეთოთ. მაგრამ რას ნიშნავს? აი, გეუბნება, მე ვარ ცოლი, ხო? რას ნიშნავს რომ თანადამოკიდებული? ანუ მეც მოვიხმარ? აი ეგეთი კითხვები გაჩნდება. ანუ რას ნიშნავს? როგორ გავიგე? თანადამოკიდებულება ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხვა ადამიანის ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას. როდესაც და დამოკიდებული შემთხვევაში არის ესე, რომ ოჯახი რო ავიღოთ, დამოკიდებული არის ოჯახის ცენტრი, ასე ვთქვა და მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. მისი პრობლემების მოგვარება, მისი ემოციური მდგომარეობა, ანუ ის არის მთავარი პროჟექტორი რო გვანათებს. ახლა აი მას ანათებს პროჟექტორი და დანარჩენი ოჯახის წევრები ხდებიან ამაში თანამონაწილეები. ნელ-ნელა თანადამოკიდებულებაც არის როგორც დამოკიდებულება, პროგრესირებადი პროცესია რა, ანუ ერთ ადგილას არ ჩერდება და სულ წინ და წინ მიდის, რომ ნელ-ნელა დამოკიდებულებასთან თანაცხოვრება რო დავარქვათ, მივდივარ იმ მდგომარეობამდე, რომ მე კარგავ საკუთარ თავთან კონტაქტს და რაღაც მომენტში მე არ ვიცი საერთოდ რა მინდა, მე არ ვიცი რა მომწონს, რა მიყვარს, რა ემოციას გრძნობ, უნდა გამოვხატო თუ არა ეს ემოცია, ანუ საკუთარ მესთან იკარგება კონტაქტი, იმიტომ რომ ორიენტირი და ჩემი მთლიანი
მთელი ჩემი ფსიქიკა მოცულია იმით, რომ რას შვება დამოკიდებული ადამიანი. ანუ პრიორიტეტი ჩემი თავის მე აღარ ვარ, ხდება მეორე სასახად ადამიანი. მეორე ხო, ადამიანი. და დღის წესრიგი არის მისით და ეს ნიშნავს, რომ მოდი ვთქვათ, როგორ აზიანებს ეს თან, იმიტომ რომ ნახე, ეს შეიძლება შეიფუთოს, რომ ზრუნველი ვარ, რა, მე ცუდი რა არის ამაში, ხო, დედა თუ ხარ თუ ცოლი თუ ხარ, ზრუნველი დედა ხარ, ზრუნველი ცოლი. რითი აზიანებს ეს თანადამოკიდებულს? ჯერ ამით დავიწყოთ და მე რითი აზიანებს ეს დამოკიდებულს? თანადამოკიდებულის შემთხვევაში დაზიანება არის ბევრნაირი შეიძლება იყოს. თავარი არის ის, რომ ანუ ესე ფსიქოლოგიურად რო შევხედოთ, ეს არის, რომ მესთან კონტაქტი იკარგება. მესთან კონტაქტი, როდესაც იკარგება, აქედან მოდის მე ის, რომ პირველი რაც არის, რომ შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა იყოს. შფოთვა კიდე ფსიქოლოგიური ნაწილია. ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ხშირ შემთხვევაში, აი ჩვენ რასაც მე ვუყურებ, აი ჩემი დაკვირვებით რაც შემიძლია გითხრა, რომ თანადამოკიდებული შემთხვევაში ძალიან ხშირი არის ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა ტიპის, წამყვანიერი ვთქვათ ფარისებრი ჯირკვალი, კუჭაწყალვის პრობლემები, წნევები, გული და ასე შემდეგ, გულსის ხსარხთა დაავადებები და ასე შემდეგ. რომ ხო, გამოუხატავი ემოციები და ის სტრესი, მუდმივი სტრესი არის, ხო? დამოკიდებულ ადამიანთან თანაცხოვრება ეს არის, რომ მუდმივად სტრესი არ ჩერდება და ჩემი გონება მუდმივად არის დაძაბული და პარალელურად მუდმივად მეშინია იმის, რომ ის ცოცხალი არ იქნება. ხვალ გავიღვიძებ და ხვალ რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ ის ცოცხალი არ იყოს. და ოღონდ აქ ვამბობთ, რომ აი ამ მდგომარეობაზე ამ მუდმივ სტრესზე არის დამოკიდებული ეს ადამიანი, თანადამოკიდებული. და ამაზე არის დამოკიდებული. უბრალოდ ვერ ეშვება ამ მუდმივ კორტიზოლზეა შემჯდარი თანადამოკიდებული ადამიანი. ეს თქვა ფიზიკური ნაწილია. მეორე მხარე არის უკვე ფსიქოლოგიური, რომ აი მოდის შფოთი, მოდის დეპრესია, მოდის ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის დიაგნოზებიც და მდგომარეობებიც, რასაც ვეღარ ვუმკლავდები და აქედან გამომდინარე, რომ რაღაცა მდგომარეობებს ვეღარ ვუმკლავდები, ძალიან ხშირად ხდება თანადამოკიდებულ ადამიანებში უკვე ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება. ოღონდ ისეთი მძაფრი არ არის, როგორც თქვა, იმ შემთხვევაში დამოკიდებული ადამიანი, ესე პრობლემებს ბევრს აღქმი, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულება და საფთიაქო მედიკამენტების აბოროტად გამოყენება. როდესაც თქვა, აი თან ჩვენ სოციუმში რაღაცა მიღებულია რა, მიღებულია, რომ ექიმთან არ წავიდე და მეზობელმა მითხრას, რომ აი მე ძალიან ცუდად რო ვიყავი, თქვა ეს მედიკამენტი დამეხმარა და ერთხელ დავლიე დამეხმარა და მე უკვე ბოროტად ვიყენებ ამ მედიკამენტს და ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის მედიკამენტებმა ახლა რასაც მე ვიგულისხმე, არ დავასახელებ სახელს. მეც მინდოდა ახლა თემაზე გავჩერდე. იცის ხოლმე შეჩვევა. ან ისეთი მე თავისი ეფექტები აქვს, რომ იმას თალკე პონალობა ჭირდება. ამიტომ დამოკიდებულ ქიმიური ნივთიერებების დამოკიდებულებამდე დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს. კარგი, ახლა თქვათ აი დავუშვათ განვითარების მხრივ, კარიერული მხრივ, ადამიანის თვითგანვითარების მხრივ როგორ შეიძლება უკან დახიოს ეხლა სოციალურ ფაქტორზე გადავდივართ. სოციალური ფაქტორი ეს არის და ხშირად არის, რომ ნახე როგორ ხდება, მე რო კარგავ მესთან კონტაქტს, მე კარგავ იმ სოციუმთან კონტაქტსაც, იმიტომ რომ რესურსი აღარ ყოფნის, ურთიერთობა აღარ მინდა მეგობრებთან, აღარ מחარებს ის, რაც თქვათ ადრე מחარებდა, აღარ მაბედნიერებს ის ქცევად ადამიანები, რომლებიც თქვათ ადრე მაბედნიერებდნენ, სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც ძალიან ხშირად თანადამოკიდებული ადამიანი შეიძლება იყოს კარიერულად მაღალ საფეხურებზე და იმიტომ რომ იმდენად ბევრი პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ეს პასუხისმგებლობები უნდა შეასრულოს. მაგრამ ეს არ არის იმიტომ, ანუ სიამოვნებას ვერ ვიხებულობ ამ ყველაფრისგან. ამიტომ თანადამოკიდებულის მაგალითად სოციალური მხარე არის ის, რომ ვიზოლირდები. საბოლოო ჯამში ვიზოლირდები იმ სოციუმისგან, რა სოციუმშიც გავიზარდე პირობითად, თან სიამოვნებს ურთიერთობა და ასე შემდეგ. ადამიანებთან აღარ უნდა თხოვე კონტაქტი და ძალიან ბევრს ვთქვამთ, რომ მივდივარ და არც ვიცი საერთოდ რაზე საუბრობენ. უბრალოდ იმიტომ ვიცინი, რომ არ შემამჩნიონ ეს. ნახე, ეხლა მე ცოტა გამიჩნდა განცდა, რომ შეიძლება ჩვენი საუბარი ძალიან ბევრმა ჩასვას საიმ კლიშეში, რაც ჩვენ საზოგადოებაში ისედაც არის და ხშირად ალბათ თანადამოკიდებულ ადამიანებს ისედაც უჩნდებათ საკუთარ თავზე და რას გულისხმობ, რომ ესე დავსვამ კითხავს, ანუ თანადამოკიდებული ადამიანი გამოდის რომ სხერპლია, აი რაღაცნაირად ცუდად არის ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად, მაგრამ რაღაც სხერპლ შეწირვაშია. ესეა? სადღაც თუ ეს მისი არჩევა, აი სხერპლია, სადღაც გადამრჩენელიც არის, თუმცა
იცი რისი კითხვა მინდა, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი შეიძლება თავის თავს უყვება, რომ აი რა ვქნა. აი რა ვქნა მდგომარეობაშია თუ მისი არჩევანია ეს. აი ეს მინდა რომ არა, არჩევანი არჩევანი არ არის. არჩევანი არ არის, არც დამოკიდებული შემთხვევაში არ არის არჩევანი და არც თანადამოკიდებული შემთხვევაში არ არის არჩევანი. მერწმუნე რომ აი დამოკიდებულების კუთხით ხო გვაქვს ხოლმე, მან კიდევ უფრო მეტად გვაქვს და აქვს საზოგადოებას ის განცდა, რომ თვითონ აირჩია რომ მომხმარებელი გამხდარიყო, ხო? არც ერთ დამოკიდებულ ადამიანს არ უნდა რომ დამოკიდებული იყოს. იმიტომ რომ ეს არის ტანჯვა. იგივე არის თანადამოკიდებული შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ამას ვერ აირჩევ, იმიტომ რომ მუდმივად ტანჯვაში ხარ რა. ეს არის ის მექანიზმი, რა მექანიზმიც ბავშვობიდან მოყვება და რაღაც მომენტში უბრალოდ არის სხვანაირად იცი რა, სხერპლის კი, იგივენაირად შეგვიძლია დამოკიდებულზეც თქვა, რომ სხერპლია. და თქვა, ვამბობთ კიდევაც. კი, და ნახე, არაჯანსაღ ურთიერთობაში, აი ხა რაზეც საუბრობთ, ხო? არაჯანსაღ ურთიერთობაში ორივე მონაწილე არის სხერპლიც, ორივე მონაწილე არის მოძალადაც და ორივე მონაწილე არის გადამრჩენელიც. ეს წალკენ სხერპლი ყველა ორივეზე ვრცელდება. ეს როლები ყველგან ვრცელდება და როდესაც საუბრობთ იგივე დისფუნქციურ ოჯახზე ან დესტრუქციულ ოჯახზე, ეს არაჯანსაღი ურთიერთობებია, რასაც ვუყურებ პირობითად და ბავშვობიდან და ამ მერე რო ვიზრდები, ამ როლის შესრულებას ვეძებ. და ისეთ პარტნიორს ვარჩევ, სადაც ამ როლებს შევასრულებ, რომ უბრალოდ არ ვიცი სხვანაირად როგორ არის. ეს ვიცი. და შესაძლებელია, რომ ამ როლის გაცნობიერების შემდეგ თვითონ აი იგივე დამოკიდებულ ადამიანთან უკვე ჯანსაღი როლი შეიძინოს თანადამოკიდებულმა და დამოკიდებულმა. კიდევ რო უფრო დამიზუსტო. ანუ ნახე, აი დასწავლილი მაქვს მსხვერპლის როლი სიტყვაზე ან გადამრჩენელის, ხო? ერთად მოიხსნა ყველაფერი. კარპანი სამკუთხედი ვარ რა. ანუ ერთად მაქვს დასწავლილი, რომ აი ამ დისფუნქციურ დინამიკაში გადავდი გადმოვდივარ. თუმცა რაღაც ეტაპზე გავაცნობიერე, ვარ ურთიერთობაში დამოკიდებულ ადამიანთან, რაღაც ეტაპზე გავაცნობიერე ეს დინამიკა და რაღაც ჯანსაღი როლი შევიძინე, ჯანსაღი ცენტრი ვიპოვე. ეს შესაძლებელია? შესაძლებელია. ხო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. იქამდე თუ მივედი, რომ მე გავაცნობიერე. მე უკვე ნაბიჯებსაც ვდგავ იმისთვის, რომ ეს შევცვალო. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ რაც ვსაუბრობთ, პრინციპში უმრავლეს შემთხვევაში გაუცნობიერებელი დინამიკა. აუცილებლად ეს არის გაუცნობიერებელი და ეს არის ის იმას რომ ვაცნობიერებდე რა პროცესში ვარ ნახევარგზა გავივიდა აუცილებლად ეს არის პირველი ნაბიჯი აი განსხვავება მაგალითად დამოკიდებულებს და თანადამოკიდებულებს შორის გამოჯამთელების დროს ხო ყველაზე დიდი განსხვავება არის სწორედ ეგ რომ დამოკიდებული ადამიანი ბევრად სწრაფად და მარტივად აღიარებს პრობლემას თანადამოკიდებული შემთხვევაში ეს რთულად მისაღწევია. გასაგებიც არის რატომ? იმიტომ რომ ხა დამოკიდებული შემთხვევაში ზუსტად ვიცით რა არის, რას ვებრძვით, ფასი ვიცით, სად იყიდება და ასე შემდეგ. როგორი ფორმა აქვს, ცუდია და ასე შემდეგ. თანადამოკიდებული შემთხვევაში ამას ესეთი ფორმა არ აქვს და არც ის არ არის რომ ცუდია. იმიტომ რომ საზოგადოებისგან წახალისებულია როგორც წესი ესეთი ქცევა. სხვა შეწირვაც წახალისებული. და მაგას ეგ ძალიან ის არის, ხო, აი იცით ყოჩახ შენ როგორ უძლებ და გმირი ხარ და ასე შემდეგ. რაც ართულებს თვითონ აი ამ გაცნობიერების პროცესს რეფლექსიას ართულებს. რაღაც მიდიან, აი პროგრესირებაზე რომ ვისაუბრეთ თანადამოკიდებულის, რაღაც მომენტში თანადამოკიდებულის მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ ეგ ხდება ის, რომ ყველაზე მეტად რაც აღიზიანებს ეგ ფრაზა, რომ აი ყოჩახ შენ როგორ უძლებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნუ სადღაც მიყავ ხარ თანადამოკიდებულებასაც იმ მდგომარეობამდე, რომ ესეც ძალიან ინდივიდუალურია, რომ გახედებს, ვთქვათ, იხედები სარკეში და ხედავ ასე თუ ისე რეალობას და არ უყვართ ხოლმე ფრაზა. კი ბატონო. აი შეიძლება ცოტა კიდევ უფრო ღმაც ჩავდით, შეიძლება ხა ძალიან გაუტიე, მაგრამ აი ესეთი კითხვა რო დავსვა, რომ შესაძლებელია, რომ ადამიანს ჰქონდეს ისეთი ღრმა ტრამვები და ისეთი ძირეული წმენა წარმოდგენები და საკუთარი თავის რაღაც უღირსობის განცდა, რომელიც ალბათ არ არის სიამბლეს არ შესაძლოა, მაგრამ ეგეთი წარმოდგენა ჰქონდეს და ამის გადასაფარად ეკომფორტულებოდეს თუნდაც თანადამოკიდებულის როლში ყოფნა, გაცილებით ნაკლები ტვირთი იყოს თანადამოკიდებულების
ყველა ის დეფექტი, რაც თან ახლავს, ვიდრე ის ძირეული ტრავმას. ანუ შეიძლება ძირეულ ტრავმას მალავდეს ეს მდგომარეობა და საერთოდ არ აწყობდეს ადამიანს გამოსვლა თანადამოკიდებულის მდგომარეობიდან. აი ამით. აი კითხვა გასაგებია, უბრალოდ აი კომფორტულობას ამოვიღებდი. კომფორტულობა რა თვალსაზრისით? ანუ ჩემი ის არის კომფორტის ზონა რა, შეიძლება დესტრუქციული გასაგებია, მაგრამ ნახე კომფორტის ზონასთან მაინც მომდის ის, რომ ასოცირებულად მომდის, რომ სადღაც არჩევანი გავაკეთე. სადღაც გაცნობიერებულად ვაკეთებ იქ. არა, გაუცნობიერებელი. ანუ ამიტომ ეგ სიტყვა გამოწე. ის რომ ტრავმა შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი, შეიძლება რომ იყოს მაპროვოცირებელი, იმიტომ რომ თუნდაც ძალიან ხშირი ისტორია ჩვენ სოციუმში, რასაც უყურებ, არის პირობითად ესეთ სტანდარტულად რა ვიყოთ, აი დედრობითი სქესის ადამიანი, რომელსაც თქვათ, მამა ყავდა ალკოჰოლიკი და ეხლა თქვათ მეუღლე ყავს ნარკომომხმარებელი. აი ესეთი ძალიან ფართოდ გავრცელებული სცენარია, ხო? შეიძლება რომ ეგეც ჩავთვალოთ, რომ ტრავმა იყოს განმაპირობებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეხლა აი ჩვენ საუბარში ეგ არ არის მნიშვნელოვანი, მივხვდი? აი არა ეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული თვალსაზრისით. პრაქტიკული თვალსაზრისით, ხო? გადაგდების თვალსაზრისით, გამოჯანსაღების თვალსაზრისით შეიძლება არც იყოს. თუმცა მე მგონია რა კუთხით შეიძლება იყოს ისი მნიშვნელოვანი, რომ თუ მე აი მაგალითზე ვერ წამოყვები რატომ იმაზე რომ არ მინდოდეს გამოსვლა ამ მდგომარეობიდან, მე შეიძლება რომ არ მინდოდეს გამოსვლა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ იქ ჩერდები აღარ მივდივარ იქ რომ გაცნობიერებამდე მივიდე. ხო, მაგას ხო, ანუ რაღაცა გავიგე, მართული რო ესეა და გავიგე. ეგ არის უარყოფის სისტემა, ეგ არის დამცავი მექანიზმი, რომელიც არ მაძლევს ანუ არ ვიღებ რა, მაგას წეგან ეგ თქვი, რომ თანადამოკიდებული შემთხვევაში აი ეგ დაცვითი მექანიზმები ბევრად ფესვებ გადგმულია. სწორედ იმიტომ, რომ სახელი, თქვათ, მტრის სახელი ესე არ არის ცხადად, თვალსაჩინო არ არის. აქ ჩვენ აქ მტრის სახელად არის ზრუნველობა, იწეღა როგორც თქვი, სიყვარული, ის რაღაცა მოვალეობები, რომელსაც ვასრულებთ ოჯახის წევრების მხრიდან და ასე შემდეგ. გადამრჩენელი თვითონ სიტყვაც ცუდი არ არის, ხო? გადამრჩენელი რატოაც თურმე კარპანის სამკუთხედია, თურმე ტოქსიკურ დინამიკას ასახავს. არა და გადასარევი გადავარჩინე. ხო, მაგრამ აი ნახე ეხლა როგორც საუბრობ ხარი, რომ აი მე ავირჩიე, რომ დღეს ანუ დღეს გადამრჩენელი უნდა ვიყო. ძალიან მომწონს და ამ როლს ვასრულებ. ეს ხო ესე არ ხდება. ეს არ ხდება, მაგრამ როგორც ხდება სახელდებაში, ხო დევს შინაარსი. სახელდებაში დევს ეს შინაარსი და ერთად, როდესაც მოდის და იგივე თანადამოკიდებულისთვის ეს გადამრჩენლის როლი ყველაზე ახლოს არის. აი მე გაგიზ ერბოდის შეგაწყვეტინა. აი მაგალითად პირველად რომ გავიგე კარპანის სამკუთხედის შესახებ და მითხრეს რომ მსხვერპლი, ნუ არ მოგვეწონა ეს, ხო, არავის ჯგუფში ვიყავით, მოძალადე უიმე მოძალადე საშინელი. გადამრჩენელი ყველას გაგვინათ და იმიტომ გადამრჩენელი გვეგვინა კაი ტიპი. მე ხვდი აი ეს არის პირველი რეაქცია. და ძნელი გასაგებია ეს გადამრჩენი რატოა ცუდი? ხო, და ძალიან ესეთია თან მომხიბვლელი, ესე რომ ავიღო და კარპანის სამკუთხედზე ცალკე რომ ვისაუბროთ, მაგ შემთხვევაში გადამრჩენის როლი კი ყველაზე მეტად ესეთი რთული ხელის გასაშვებია, იმიტომ რომ ნუ მართალი ვარ, რომ ხო გეუნებოდი რომ ეს ყველაფერი ესე იქნება. მე ზუსტად ვიცი შენ როგორ უნდა იცხოვრო, მე ზუსტად ვიცი შენ რა უნდა ჭამო, ვისთან იმეგობრო, ვინ მოიყვანო ცოლად, თუ გაყვეთ ცოლად და ასე შემდეგ. და ეს რაღაცა სამართლიანობის מחვილი მიჭირავს რა და მართალი ვარ. მაგრამ ეს გადამრჩენელი მარტო ხო არ მოდის. ერთი ეგ არის და მეორე მე ამ როლით მას ვერ ვეხმარები. მე პირიქით მას ვაზიანებ ამ ყველაფრით. და ხო, მეც ანუ ნახე რაში მჭირდება ეს რომ მე ჩემ თავს გავექცე. და ეს როლი გაქცევის ძალიან კაი საშუალება, რომ როდესაც ვექტორს მოვატრიალებ, თქვა მისკენ, ვისაც თქვა ახლა საუბრობ გადამრჩენელთან, ხო? რომ მას რო კითხო, რომ აი შენ თან რა ხდება, რა მოგწონს, რა გინდა, აი რა ვისთან მეგობრობ და ასე შემდეგ, ანუ ესე პირობითად საუბრობ ახლა ძალიან ზედაპირულად, რომ მაგ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემს, იმიტომ რომ მესთან კონტაქტი აქვს დაკარგული. კი ბატონო. და არ იცის. ამიტომ ხო, წეგან რასაც საუბრობდი, რომ ნახე ის რომ ტრავმა შეიძლება იყოს განმაპირობებელი, შეიძლება და მაგას ვერ ვიტყვით, არა.
ის რომ მე შეიძლება მიკომფორტულებოდეს და ის უარყოფის მიკომფორტულებოდეს კიდევ ხო, რაღაც სხვა სიტყვა გვინდა. სხვა სიტყვა არის, რომ ის რომ ჩემი ჩემთვის ჩვეული იყოს, რავი, როგორ ვთქვა. არ მინდოდეს ჩემი ქცევის შეცვლა. ხო. მოდი ესე ვთქვა. ამ მომენტში ვერ ვხედავდე საჭიროებას, რომ ჩემი ქცევა რამეთ დამაზიანებელია და ჩემი დაცვის მექანიზმები სწორედ მაგაზე მუშაობენ, რომ ეს ისე იყოს ყარად მქონდეს. შეიძლება ეს თვითონ დამოკიდებულ ადამიანსაც შეიძლება ეს ქონდეს, ეს განსხვავება, როგორც ეგა აქვთ, რომ იმდენად ძირეული რაღაც არის თავის თავში მიუღებელი, რომ ის მოხმარებლობა არის მეორადი კატეგორიის სირთულის მის ქვეცნობიერში. მე ესე აღვქვამ ხოლმე ერასად. უფრო ნახე ტრავმასთან შედარებით არის უფრო და ტრავმა არის ამნიშნულოვანი. ტრავმაზე მეტად წმენა წარმოდგენა. აი მე რა მგონი, ჩემი თვითღირებულება მაქვს თუ არ მაქვს. ეს შეიძლება ვერც აცნობია, შეიძლება გითხრას, რომ ძალიან მაგარი ვარო, მაგრამ თვით შეფასებაზე მივედით. ხო, მე თვითღირებულებაზე ჩავიხვია, იმიტომ თვით შეფასება მაინც რაღაც გარეშე კატეგორია მგონია. სადღაც გარე ხო, ნახე, აი თანადამოკიდებული შემთხვევაში თვით შეფასებას ავიღებ რაღაც უფრო ესეთი ფართოდ გავრცელებული ტერმინი არის, რომ მისი თვით შეფასება არის ნახე რაზე, რომ მე როგორი ვარ კი არა, რომ რაღაცა ის სხვაზე ორიენტირებულია. მე რაღაც უნდა გავაკეთო, რომ სხვას მოვეწონო და კარგი ვიყო. აი ესე მუშაობს თანადამოკიდებულის ხო თვით შეფასება. დამოკიდებულის შემთხვევაშიც ორივე შემთხვევაში თვით შეფასების პრობლემა არის და ორივე შემთხვევაში ამას ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს თანადამოკიდებულის და დამოკიდებულის შემთხვევაშიც და გამოჯანმრთელებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ხო, ეგეც მნიშვნელოვანია, ალბათ რომ ვისაუბროთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ, როდესაც თქვათ ვახსენებთ გამოჯანმრთელებას, აქ არ იგულისხმება მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნება დამოკიდებულის თვალსაზრისით, რომ ამ თემებთან დაკავშირებით უნდა ვიმუშაო. აი ამ რაღაცა ძირზე უნდა ვიმუშაო, რამაც საბოლოო ჯამში მიმიყვანა მე მოხმარებამდე, ხო? იგივე პროცესს გადის თანადამოკიდებულიც. რომ მე თუ ძირზე არ ვიმუშავე და მე ეს ემოციურად სიმყარე, ემოციურად არ გავუმყარდი, არ დაუბრუნდი ჩემს მეს, ხო? ეს უკვე ის ბოლო ქცე, ანუ ეს არის ქცევები, რომელიც აქედან გამომდინარე მე იცვლება. კი ბატონო. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ თანადამოკიდებულ ადამიანებს უჩნდებათ უხერხულობისგანც და ალბათ სირცხვილისგანც და ერიდებიან იმ თემაზე ლაპარაკს, რომ აი მათი ოჯახის წევრი მეუღლე თუ არ ვიცი ნებისმიერ სხვა ოჯახის წევრი არის დამოკიდებული. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს გახსნილობა და ღიად კომუნიკაცია იგივე მეგობრებში, სხვა ოჯახის წევრებთან თუ ნაცნობებში თუ კოლეგებში, რომ ხო, აი ჩემი ოჯახის წევრი დამოკიდებული. აქვს ამას მნიშვნელობა თუ პრინციპში შეიძლება ჯობდეს რომ საერთოდ არ თქვა რომ არიდო რაღაც ზედმეტ აგრესია. ესე ვერ შევაფასებ ვერც ერთ ქცევას, მაგრამ დავიწყოთ იქით, რომ ზოგადად ეს თემა არის დამოკიდებულება და დამოკიდებულება თქვა ძალიან სტიგმატიზირებულია ჩვენ სოციუმში. ამიტომ ის რატომ არ საუბრობენ? ძალიან გასაგებია, რატომ არ საუბრობენ? როგორ ჯობია ახლა ამაზე? ყოველთვის, ანუ ჯობია ესე ვიტყოდი, რომ იმ დაცულ, ემოციურად დაცული გარემო გჭირდება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბროთ. ეგ საათი. არის დღეს საბედნიეროდ არის. ნუ რაღაც სპეციფიკური შესაძლებელი, იმიტომ რომ აქამდე არის. მაგალითად გამოსავალში სარეაბილიტაციო. გამოსავალშიც თვითდახმარების ჯგუფები არა მარტო თქვა უკვე ძალიან დავიწყეთ ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი. კი ბატონო, და შესაძლებელია მაგის მოპოვება, ანუ მაგის თქვა. დღეს უკვე შეიძლება. კი, მაგრამ არა, აი ჩვეულებრივ სოციუმში რენდომლი რა, შემთხვევითად არჩეულ, შემთხვევითად რატო შენ სამეგობრო წრეში, შენ სადაც მუშაობ, შენ სანაცნობოში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ადამიანი ხო მაგის ასე ვთქვათ როგორ ქვია მაგის რეკორდს ანუ აკეთებ შენ თავში რომ ეხა მე წავედი რაღაც ჯგუფში ეს გავაზიარე ერთია, მაგრამ მე თუ მაინც ვერ ვაზიარებ ამას სანაცნობო წრეში, ეგ ხო ნახე როგორ არის, აი მაგიტო ვერ ვაფასებთ, იმიტომ
ჩვენ ახლა რო ვთქვათ, რომ ძალიან კარგია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მეგობრებს ესაუბროთ, შეიძლება ვთქვათ ადამიანი წავიდეს ისაუბროს და იქიდან ისეთი უკავშირი მიიღოს ემოციურად, ანუ არა, ეს არ უნდა გამეკეთებინა. რო ვთქვათ, რომ არა, არ ელაპარაკო, პირიქით ჩაიკეტოს და ჭირდებოდეს რა. ნახე როგორ არის, ამას ჩვენ თვითონ წყვიტავთ ხოლმე და იმ ჩვენი ქცევაც განსაზღვრავს ჩვენი ემოციური მდგომარეობა, ხო? შეიძლება მივიდე ისეთ ემოციური მდგომარეობაში ვიყო, რომ ვეღარ შევიკავო თავი და ამასთან დაკავშირებით ესე უბრალოდ დავიწყო ლაპარაკი, რომ აღარ შემიძლია ამის ატანა და ესეთ თქვათ დაქალებთან ან მეგობრებთან ან რაღაც სოციუმში, ხო? ამიტომ ხო ესე ვერ შევაფასებთ მაგას. ის რომ დაცული გარემო, ემოციური გარემო დღეს თქვათ ხელმისაწვდომია, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და არის. იმიტომ რომ 5 წლის წინ ეს არ იყო. 5 წლის წინ ამ თემასთან დაკავშირებით ესე საერთოდ არ საუბრობდით. ამიტომ ხო, დღეს გვაქვს ამის საშუალება. ნახე, შენ პასუხიდან მე ესე გავიგე, რომ ესე იგი დაცული გარემო უნდა იყოს, ესე იგი ჩემთვის ესეთია პასუხი, რომ დიდად არ არის საჭირო ყველასთან ამაზე ლაპარაკის, არც მეგობრებში. ამას პიროვნება თვითონ წყვიტავს. არა, რო წყვიტავს ეს გასაგებია სხვა როგორ გადაგიწყვიტავს, მაგრამ რა ჯობი ხო რეკომენდაციები, მასე ყველანაირ ფსიქოლოგურ საკითხს თვითონ წყვიტავ, მაგრამ არის რეკომენდაცია. აი, ჯობია რომ სიტყვაზე დილით ადრე ადგე სიტყვაზე ესქნა ის არ დალიო. რეკომენდაცია მაინც მე ვწყვიტავ, მაგრამ ხო არსებობს რეკომენდაცია. აქ ესე იგი თვითონ ფსიქოლოგების ბოლომდე რაღაც სალსახა რეკომენდაციას ვერ მოგცემენ. ვისაუბროთ თუ არ ვისაუბროთ? არა, რეკომენდაციას მანდ მე რეკომენდაცია რაც არის რომ მიმართო სპეციალისტს და მიმართო იმ თუნდაც თვითდახმარების ჯგუფებს, სადაც შეიძლება, ანუ ეს გარემო დაგხვდება, sadაც ის უსაფრთხო გარემოს ამ თემასთან დაკავშირებით, იმ უკავშირებს მიიღებ, რა უკავშირების თქვათ იმ გჭირდება. ის ემოციური მხარდაჭერა, რა ემოციური მხარდაჭერაც თანადამოკიდებულ ადამიანს ჭირდება. ნახე, დედა რომელსაც ყოველდღიურად იღვიძებს და ეშინია რომ მისი შვილი შეიძლება ცოცხალი არ იყოს და ეს გრძელდება, ეს ხო არ იწყება რომ პირდაპირ ამ ყველაფრით ესე ვიწყებ, ხო? ანუ ეს იწყება რომ ნელ-ნელა მივდივარ ამ მდგომარეობამდე და მე წლები შეიძლება გაგრძელდეს, რომ აი ამ შიშით ვიღვიძებდე, ამ შიშით ვიძინებდე, საერთოდ არ მეძინოს, აღარ ვჭამდე და ასე შემდეგ. ანუ მას ჭირდება პირველ რიგში ემოციური მხარდაჭერა. და შემდეგ ის, რასაც თქვათ ეს სპეციალისტი იქნება, ეს თუ თვითდახმარების ჯგუფი იქნება, რასაც მას მისცემს. ნახე, თანადამოკიდებულზე კიდევ უფრო რო გავაცხადოთ, როგორ შეგვიძლია რომ სიმპტომურად თქვათ, რა მდგომარეობაში მიდის თანადამოკიდებული. თანადამოკიდებულ ადამიანი უარს ამბობს თავის ბაზისურ მოთხოვნილებებს. მას შეუძლია რომ არ ეძინოს, მას შეუძლია რომ არ ჭამოს, მას შეუძლია რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმთანაც კი არ წავიდეს. იმ მოტივით, რომ ოჯახის წევრს დახმარება ჭირდება. როგორ დავიძინო, როდესაც ის ცუდად არის, როგორ ჭამო, როდესაც ის ცუდად არის და რა დროს ჩემი ჯანმრთელობაა, როდესაც მას ესეთი დახმარება ჭირდება. ეს არის, ნახე, ეს ხო არ არის, რომ რაღაცა ვირუსებით, რომ უცებ დამემართა, ზამთარში უფრო მეტი ვირუსი მემართება, ზაფხულში უფრო ნაკლები, ესე არ არის, ხო, ეს არის, რომ მუდმივად ნელ-ნელა და ნელ-ნელა უფრო და უფრო რთულდება მდგომარეობა. და ისეთი, ხო, მივდივართ, მე ახლა რაც თქვით, წეგან რომ მივდივართ სხვადასხვა ტიპის გართულებებზე. ყველა სფეროში. მოდი, აუცილებლად უნდა შევახოთ ძალიან მსხვილ თემას, რომელიც ალბათ ყველაზე სენსიტიურია ჩემი აზრით, ну ან ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური აი ამ კონტექსტში და ეს არის ბავშვები. როცა ბავშვი იბადება ოჯახში და ის რაღაცნაირად გარანტირებული უნდა იყოს, რომ აი ზუსტად უსაფრთხო გარემო გქონდეს ის ბაზისური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული და პირველ რიგში საჭმელთან და სასმელთან ერთად ჭირდება ზუსტად უსაფრთხოების განცდა და ამ დროს ხდება აბსოლუტურად თავის არჩევანის გარეშე და არც იმის არჩევანი აქვს, რომ სადმე წავიდეს, ხო? ანუ რაღაცნაირად მოცემულობაში შეიძლება მოხდეს, სადაც მისთვის ყველაზე ახლობელი და ის ადამიანი, რომელსაც მისი გარანტი უნდა იყოს უსაფრთხოების, თვითონ თავის გამოწვევებს ვერ უმკლავდებიან და არის ეს დისფუნქციური დინამიკა. რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში და როგორ შეიძლება ამისგან, არ ვიცი, ბავშვებს რაღაც მეტად არიდება, როცა იცი, რომ ესეთი მდგომარეობა თუ არსებობს რაღაც, რომ აი ცოტა ნაკლები ზიანი მიადგეს და არ ვიცი რა, და მერე იმაზეც ვისაუბროთ უკვე, აი მერე აქედან წამოსული ბავშვების უკვე მერე რა შეიძლება გააკეთონ. ჯერ ვთქვათ, აი როცა ბავშვობის პერიოდი.
ნახე შესავალი რაც გააკეთე. მაგას შესწავლებას გავაკეთებ, ყველა მასე ვიბადებით. ანუ იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ვარ. და შეიძლება რომ თქვა არ გვყავდეს თქვა მშობელი დამოკიდებული, თანადამოკიდებული, მაგრამ სხვა პრობლემები იყოს და მოცემულობა ეგ არის რა, ანუ არაფერი არ იცვლება. ოღონდ შესწორება რაში იყო ვერ ის რომ ანუ ეს უფრო დამძიმებული იყო, რომ აი რაღაცა დესტრუქციული გარემო და ანუ იგივე სხვაგანაც შეიძლება იყოს დესტრუქციული გარემო. უბრალოდ ეხა ამაზე ვსაუბრობ თამასთან. ანუ იმ ოჯახში სადაც იბადება დამოკიდებული, თანადამოკიდებულ ურთიერთობაში ბავშვი, ხო? იქაც ნუ რა რეკომენდაციები ესე ალბათ გამოჯანმრთელება, როდესაც თქვა, იწყება და ჯანსაღი ურთიერთობები, როდესაც იწყება, იმიტომ რომ თუ თანადამოკიდებული და დამოკიდებული. ჯერ ვთქვა რა ზიანს აყენებს ეს ბავშვი, იმიტომ რომ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ კაი რა ბავშვია, საერთოდ არ ესმის ბავშვია გადის შენ ოთახში. ეს არის ჩვენ. მაგალითად, ქართულ რეალობაში ძალიან არის ეს. ამერიკელებმა შემოიტანეს, რომ ბავშვის წინაშე არ უნდა იჩხუბო და მე მახსოვს ძალიან ბევრჯერ შევსწრებიო, რომ რა წაიღეს ტვინი ამ ამერიკა, რა ფსიქოლოგია და ბავშვია, კაც შედის შენ ოთახში, ჭამე წადი ითამაშე. არის ეს და მე ამიტომ ვკითხულობ, რა ზიანს აყენებს ბავშვს. აი ესეთი. ეხა რაზეც საუბრობთ, ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ანუ მე რო ვიზდები იმ დისფუნქციურ გარემოში და ვუყურებ აი ამ ყველაფერს, რომ რაღაცა დედა არის გაბრაზებული მუდმივად, რომ მამა თქო არაფხიზელია, მე ეჩხუბება რომ და აი ამ იგივე მოდელს ვიმეორებ მე, იმ სულ მინიმუმს რო ავიღო ზიანი რაც არის. შენ ზოგადად ნახე, შენ აი რაღაცა ეს კონსტრუქტი უკვე დახატე თავშივე. მე მინდა ვთქვა, აი ბავშვობაში რა განცდები აქვს იმ ბავშვს. აი უსაფრთხოების განცდა არის დარღვევა. უსაფრთხოდ ვეღარ გვწნობ თავს. უსაფრთხოების განცდა ის ყველა მოთხოვნილება რა მოთხოვნილებაც უნდა დაკმაყოფილდეს ბავშვის შემთხვევაში. ეს არის უსაფრთხოების სიყვარულის, უპირობო სიყვარულის არ კმაყოფილდება. და მაგას მე სხვადასხვანაირი შედეგები შეიძლება მოყვეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის სწორედ ის, რომ ზუსტად იგივე სცენარში მიდის ან თვითონ ხდება დამოკიდებული, ან ხდება თანადამოკიდებული. და შეიძლება სიტყვაზე დავუშვათ შეიძლება, რომ თავის განვითარებაში ჩამორჩეს ვერ მაგ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემ. თავს შევიკავებ. გავლენა, ჩამორჩეს იმაში კი არა, რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემის ხრი. აი მე ვიტყვი მაშინ. ნახე, მე რას გულისხმობ, რომ ემოციურად ბავშვი როდესაც იზრდება ამ გარემოში და რატომ ამბობ, იცი რომ ბოდი შემოგეჭერი შენს კომპეტენციაში, მე მეცამედიცინო განათლება მაქვს, სამედიცინო ფსიქოლოგია ძალიან მაინტერესებს და ზოგადად ფსიქოლოგია და ბევრი სტატია მაქვს ამაზე წაკითხული, გარდა იმისა, რომ ვიცნობ ამ ადამიანებს და ვიცი უკავშირებითაც ვის რა გამოცდილება აქვს, რომ ბავშვი როდესაც აი ამ როლებშია ძალაუნებურად ეს არ რჩება მხოლოდ დედის და მამის როლებად, რომ ერთი არის გადამჩენელი, მეორე მსხვერპლი თუ ცვლიან ამ როლს. იმ ბავშვს რაღაც როლი ეწევა. თუნდაც იყოს 5 წლის, 10 წლის, ის ბავშვი შეიძლება გახდეს თვითონ დედის პარტნიორი. მოუწიოს გახდეს დედის პარტნიორი, იმიტომ რომ მამა სიტყვაზე დამოკიდებულია. ანუ ისეთ როლებში შევიდეს ბავშვი და ისეთი როლები და პასუხისმგებლობები მიეწევოს, რისთვის ეს ემოციურად მზად არ არის. მაშინ უნდა გამოხატოს თავის შიში, სიხარული, სკოლაში რომ რაღაც წარმატებას მიაღწია, ის უნდა თქვას და გააზიაროს და ამის არც სივრცეა, არც დროა, არ ვისხელა ამისთვის. ანუ ეს ხوارი რომ არ გაქვს ბავშვს, არც შიშის გამოხატვის უფლება, არც სიხარულის, არც ზედმეტი შენი წარმატების, არც ჩუმად რო იყო ჯობია. აი ეს მესიჯები რო ჩდება ბავშვი და ამას ხარშავს და ნაადრევად ხდების დასულ, რომელიც სიამოვნებაში ვერ ხდები, მერე იმიტომაც გამოდის, რომ გაიზრდება და თანადამოკიდებული ხდება, თუ ის არ გაზრდილა. ეგ აი ახლა რაზეც საუბრობდი, ეგ არის ზუსტად ის დისფუნქციური გარემო, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ როლების აღრევაც ამის ნაწილია, რომ რაღაცა შვილი ხდება მისი მშობელი, ან ასე შემდეგ, ანუ ბევრი სხვადასხვა რაღაცა არსებობს, უბრალოდ სიფრთხილე არის საჭირო რასთან დაკავშირებით, იცი? როდესაც აი თანადამოკიდებულებაზე, როდესაც საუბრობთ, ისაც ძალიან არ უყვართ ეს ტერმინი და გამეემიჯნებიან და სიფრთხილე არის საჭირო რაღაც ინფორმაციის მიწოდებასთან, რომ ბოლომდე არ გავაქციოთ და იდენტიფიცირება მოხდეს რა, ყველა ოჯახსაც დარწმუნებული ვარ დედაზე და მამაზე, მეტად ვის უნდა რომ თავის შვილი კეთილდღეობაში იყოს და შეიძლება პირიქით დამატებითი мотиваცია ქონდეთ, რომ იცოდნენ ადამიანს და
იცოდეთ, იმიტომ რომ მე მგონია რომ ცოდნა მას შეიძლება ცუდი რამე გააკეთოს და ცოდნის არა, კი, გავრცელება გეთანხმები. არ არსებობს. ეგ არის შემდეგი არც ეტაპი. ცოდნის ჯერ დამალვა, აი ამ ხო. თანადამოკიდებულებაზე ესე ვფიქრობ. შეიძლება ვწდები, არ ხო. ვიცი, მაგრამ ზოგადად ამ ტერმინი რადგან ძალიან ახალია ჩვენი სოციუმისთვის, და დამეთახმებით ძალიან ბევრი ადამიანმა არ იცის ზოგადად რას ნიშნავს არა, და ვერ თანადამოკიდებულება ხვდება, რომ ჯერ ტერმინთან დაკავშირებით ზოგადად ინფორმაცია მივაწოდოთ და მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც არსებობს გამოსავალი რა, არსებობს არ არის აქამდე ხო ესეთი შეხედულება გქონდა. მე მახსოვს, ჩემი დამოკიდებულება მახსოვს, რომ სულ აი მახსოვს ეს, რომ ფიქრობდი, რომ როგორ არსებობს, რომ ამერიკელი არის ყოფილი ნარკომანი და ქართველი რატო არ არსებობს ყოფილი ნარკომანი. აი სულ მქონდა ეგ და ვერ ხვდებოდი მაგ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. და ეხლა ნუ ბევრი კითხვის პასუხი გავეცი და გავიგე რატო და როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ აქედან არსებობს გამოსავალი და არსებობს ის, რომ ეს არ არის განაჩენი, რომ შენ თუ აი რაღაცა პერიოდი ნარკომომხმარებელი იყავი, ან რაღაცა მოთამაშე ხარ, ან ალკოჰოლიკი ხარ, რომ всё და ამიტომ უნდა ხაზი გადაუსვათ ყველას, მის ოჯახს, შთამომავლობას და ასე შემდეგ რა, რომ აქედან არსებობს გამოსავალი და აი ეს მესიჯი ალბათ არის ძალიან კი მნიშვნელოვანი. ბატონო, და მოდი მე ჩემ ხაზში, ჩემ მესიჯს გავაგრძელებ, რომ ნახე, მე რატო ვამბობ და რატო უგზნობ პასუხისმგებლობას, რომ ეს უნდა ითქვას, რომ ის ბავშვი, რომელიც აქ ისდებოდა, მერე დასრული გახდა, შეიძლება ის ეხლა საერთოდ არანაირ ურთიერთობაში არ იყოს, არ არის აუცილებლად თანადამოკიდებული გახდა, იქნება არანაირ ურთიერთობაში არ არის. დავანებოთ ურთიერთობას თავი, მაგრამ შეიძლება იყოს დემოტივირებული. შეიძლება იყოს დეპრესიისკენ მიდრეკილი, შეიძლება იყოს აი არ კონდეს თავის შინაგანი რაღაცა ისეთ შინაგან გამოწვევებში იყოს, რომ ვერც ხსნიდეს საიდან მოვიდა და თუნდაც ეს ცოდნა, რომ შეიძლება აი ბავშვობაში დასწავლილმა როლებმა გაუფერმკრთალა თავის თვით იდენტიფიკაცია, თავის თვით ღირებულება, თვით შეფასება. ამის დანახვით აი იმ ბავშვს დავეხმაროთ ახლა უკვე ეს დასრულს, მოდი ხო? კარგ რაღაცას, ეხ კარგი რაღაც გამახსენდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებით, თუ გვინდა რომ ვისაუბროთ, არის რომ არასრულწლოვან ადამიანებს არ შევთავაზოთ ქიმიური ნივთიერებები. ჩვენ სოციუმში მეც ხდება ხოლმე Facebook-ზე მინახავს ისე ახლო წრეშიც, რომ 9 წლის ბავშვებს 10 წლის ბავშვებს, უფრო პატარებსაც აძლევენ ქიმიურ ნივთიერებებს. და ეს ჩვეულებრივად მიგვაჩნია და მიგვაჩნია, რომ ეს რაღაცა ნორმა არის. ესეც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ შეიძლება 9 წლის ბავშვმა გასინჯოს პირობითად ალკოჰოლი. ეს არ არის. კი ბატონო, ეს მე მგონია, რომ აი მართლა ორჯერ 2-4 უნდა იყოს, სამწუხაროდ არ არის. არა, Facebook-ზე ხდება ხოლმე ვიდეოები და ნორმად მიგვაჩნია. ნორმად მიგვაჩნია ბევრი რაღაცების გამო. იმიტომ რომ ეხლა იგივე თანადამოკიდებულებაზე და დამოკიდებულებაზე როდესაც ვსაუბრობ, ეს სოციოკულტურული ნაწილი მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი არის. და განსხვავდებით მაგალითად მაგით, რომ ჩვენ მაგალითად გქონია გამოცდილება, რომ ისრაელში გქონდა სარეაბილიტაციო ცენტრთან თანამშრომლობა. და იქიდან ეს შემოგვითვალეს, რომ საქართველოდან რომ მოდიანო დამოკიდებული ადამიანები, ორი დიაგნოზი აქვთ, ერთი დამოკიდებულება და მეორე ქართველობა. დამოკიდებულებას უშველითო და აი ქართველობას ვერ არ წაგვართვან ქართველობა, თორე შველა არც ვითხოვთ შველას. ხო, იმიტომ რომ აი ეგეთი ნებისგან შედგება საბოლოო ჯამში მე ამ შედეგს ვღებულობ. სირთულე ზოგადად ამ კონკრეტულად დამოკიდებულება, თანადამოკიდებულების არის, რომ ეს არ არის ერთ დისციპლინაზე ადგას, ეს არის მულტიდისციპლინური სფერო. და აქ მარტო ფსიქოლოგია ვერაფერს ვერ შვება, როგორც მარტო პოლიცია ვერაფერს ვერ იზავს, როგორც მარტო მასწავლებელი ვერაფერს ვერ იზავს, ხო, ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი იმისთვის, რომ რაღაცა შედეგამდე გავიდეთ. საზოგადოების ინფორმირებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ახლა გვისმეს ადამიანი, რომელიც თანადამოკიდებულია პირობითად და გონია, რომ მის შვილს რომ ბალს გადაუხდის, ეს არის მისი დახმარება და ამას მარტო მაგიტო არ აკეთებს, ამას აკეთებს იმიტომ, რომ დასწავლის საზოგადოების დაკვეთაა, რომ შენ თითქოს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სხვა ადამიანებზეც, რომ თვითონ დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ არ არის, ანუ არ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა, თქვათ 45 წლის ოჯახის წევრზე, ბავშვზე, რომელიც თვითონაც შეუძლია, რომ ეს პასუხისმგებლობა თვითონ აიღოს. მაგრამ ნახე განცდაში, მიშინია და ამას იმიტომ ვაკეთებ. და როდესაც დავუშვებ, რომ იცი რა, არა.
შეიძლება რომ ეს ესე არ იყოს, მაქედან იწყება ხოლმე მე ცვლილებები. კი ბატონო, აი დასასრულისკენ წავიდეთ და მაინც მინდა ეს თემა შევკრა, რაც მგონია რომ ყველაზე ესეთია ნაღმი კი არა, აი მართლა სენსიტიური და მეორეს მხრივ, აი ხა მშობლების კუთხიდან რომ შევხედოთ, დაუშვათ არის ესეთი პრობლემა ხო ოჯახში, რომ ერთ-ერთი მეუღლე დამოკიდებულია, დაუშვათ როგორც წესი ეს კაცია, ქალი თანადამოკიდებული, არის ეს ბრძოლა, ეს სკანდალები თუ რა ვიცი როგორც არის და ნუ ბავშვებიც ყავთ. ესე ხო ვერ გაექცევიან ამ რეალობას, ხო? და გასაგებია რომ როცა რესურსულ მდგომარეობაში არ არის დედა და არც мама, ვეღარ ითვალისწინებენ თუნდაც ან არც იციან და ვერც ითვალისწინებენ რაღაც ფსიქოლოგიურ ნორმებს, რა ბავშვისთვის როგორ უნდა მიაწოდო, რა უნდა ქნა, რა უნდა გააკეთო, როგორ არიდო, თორე დარწმუნებული ვარ ესე ძირეულად არც ერთ მშობელს არ უნდა რომ ცუდ დღეს ჩააგდოს თავის შვილმა. ესე გამოსდის, იმიტომ რომ სხვა რესურსი არ არის. მაინც ხო არ შეიძლება რამე რეკომენდაცია მივცეთ ამ დროს მშობლებს, რომ აი როგორ მაქსიმალურად როგორ დაიცვან თავით აი ამ ქაოტურ მოცემულობაში ბავშვები როგორ დაიცვან. ერთადერთ რეკომენდაციას გავცემ, ეს არის რომ უნდა დაიწყოს საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს არის ერთადერთი ალბათ ეგ არის. მე იმის აი საკუთარ თავზე ზრუნვას რო ვიწყებ და მე უკვე რესურსული ვარ, ჩემი ემოციურად უფრო ესე სტაბილური ვარ, მე თუ რაიმე დარჩა, იმიტომ რომ მან როგორც წესი ბავშვთან მიმართებაში, ბავშვებთანაც ლაგდება ხოლმე მაგ პროცესში. ირეკლავს მშობლის პირდაპირ. მე შეიძლება რომ მიმართო სპეციალისტს, მაგრამ როგორც წესი არის ხოლმე, როგორც კი მშობელთან იწყება ეს რომ ცვლილება, ქცევის ცვლილება როგორც კი იწყება, ბავშვთანაც პირდაპირ აისახება ეს ყველაფერი. ძალიან კარგი რეკომენდაცია მომეწონა და ისეთია თითქოს მარტივი და მეორეს მხრივ ალბათ ქვაკუთხედია რეალური გარდატეხის, რომ მართლა შენით იწყება დახმარება შენი შვილის, შენ თვითონ უნდა იყო რესურსულ მდგომარეობაში. მე მგონი ამოვწურეთ თემა, რამე თუ დარჩა კიდე, ხო შეგვიძლია რაღაც თუ გაქვს კიდე სათქმელი, რამე თუ დავაკალით ამ თანადამოკიდებულების, აი ხა ალბათ მაგას დავამატებ, რომ კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან მიხარია, რომ დღეს არის საშუალება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ზოგადად საუბრობთ და არის საშუალება, რომ მიმართოთ სპეციალისტებს, არის საშუალება თვითდახმარების ჯგუფები, სადაც ვთქვათ, უფასოა და იქ ძალიან სერიოზული პროცესები მიდის და თუ ვთქვათ, ინფორმაცია მიღება დაჭირდებათ, შეგვიძლია რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. თქვენ გამოსავალში შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია და ხო, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქეთი. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო იყო და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც მოგწერეთ რა კითხვებიც გაქვთ კომენტარების ველში და ჩვენ გიპასუხებთ. მადლობა.